სალამებით მეგობრებო, დღეს გადავხებთ აქეთ ცხვარი ჭამიას და მოდი ვნახოთ ახლა რამდენად საშიში არის ეს ცხვარი ჭამია. მოდი ნახოთ. და თქვენ აკამდე გამოიწერეთ და დაალაიკეთ არხი. საქართველოში რაღაცა ეწერა რა ვერ წავიკითხე. 3 2 საქართველოში 1 მოასწავლე. ორი კვირის წინ ჩამოვედი. არხის ყველაზე საშიში ანიმაცია. რომელიც რამდენიმე დღის წინ აქ გადამხდა. გვიანი შემოდგომა იყო. კავკასიონის მთებთან პატარა სოფელ ზემოში ჩავედი. ხო, ასე გავლით ყოველდღე დავდიოდი. და მოთვალიერებდი კავკასიონის ლამაზ ქედს. ვეძებდი ისეთ ადგილს, სადაც მოდი ახლა იმათ მოусმინეთ ჯობია. სოფელი თვალწარმტაცი იყო. თავისი ქვის სახლებით. ძალიან საშიშია. ცხვარი ჭამია. კაცები კი საქმეს აკეთებდნენ. ალბათ უცხოს არ არიან მიჩვეული. რადგან ჩემმა ჩასვლამ მათში გაგვირება გამოიწვია. სოფლის პირას, სადაც ტყე იწყებოდა, პატარა კოტეჯი ვიხირავე. მოხუცი ქალი მარია, რომელიც სახლის პატრონი იყო. იყო ტკბილი ქალი. მე მგონია მაგათაში იქნება. ძალიან საშიში. ჯობია პამპესები ჩაეცვათ. თორე ჩაეცვით. ჯობია პამპესები ჩაეცვათ. სიბნელეში ვიდეო კიდე აქ. ხამის პირველი საათი. როწმენა ჰქონდათ. პირველი დღეები 7 იყო. უმეტესი დრო ტყის შესწავლაში და ფოთლების ყურებაში გავატარე. ამას ყოველ საათის ჩასვლისას ატმოსფერო იცვლებოდა. აქ უნდა იყოს. შევიდებისას ტყეში სიჩუმემ დაისადგურა. ისეთმა სიჩუმემ, რომ ჩიტის გაფრენის ხმებიც კი არ ისმოდა. იყო მომენტები, როცა მეგონა რომ ტყეში რაღაც მოძრაობდა, მაგრამ როცა ვტრიალდებოდი, იქ არაფერი იყო. ერთ საღამოს ხანგრძლივი ლაშქრობის შემდეგ სახლში რომ ბრუნდებოდი, სოფელში შეკრებილი მოსახლეობა შევნიშნე. ისინი ჩუმად ლაპარაკობდნენ. ძალიან მეშინია. ისინი ყურებოდნენ. სუსტად არ მოსწონდნენ. მეშინია ჩაუწყოთ. და უეცრად ყველა გაჩუმდა. იმ ღამეს წილი მიჯირდა. ყოველი ხმა ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, თითქოს ვიღაცა რაღაც ჩემი მხედველობის მიღმა იმალებოდა. საშინელი გრძნობა იყო. მეორე დილით გადავწყვიტე ჩემი შიშები განზე გამეწია და ტყეში უფრო ღმად შევსულიყავი. გადავწყვიტე გამიმხილა, რაც იმოცნავ ადგილში იმალებოდა. ტყეში რაც უფრო ღმად შევდიოდი, სინათლე იცვლებოდა. ხეები უფრო მკვრივი ხდებოდა. მზის შუქი უფრო და უფრო ვერ აღწევდა ნიადაგს. ჰაერიც ცივდებოდა. გადავწყვიტე უკან დაბრუნებულიყავი, მაგრამ გზა რომელსაც გავყევი, თითქოს და გაქრა. ხეები, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული იყო, ახლა ყველა მხარეს იყო. აღმოჩნდა, რომ წრეებზე დავდიოდი. პანიკა დამეწყო. საკუთარი თავის ხელში აყვანა დავიწყე, მაგრამ უეცრად დავინახე. ადამიანი მეგონა. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდი, მივხვდი, რომ რაღაც სხვა იყო. რაღაც ახალი. მისი მოძრაობები ძალიან არაბუნებრივი. კიდურები ძალიან გრძელი ჰქონდა. გავიყინე. არსება ჩირსკე შემოტრიალდა. თვალები სიბნელეში უნათებდა. მისი სახე ახლა დავინახე. ადამიანის და ცხოველის ნარევი. უკან გამოვიქეცი, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ. არსება ხმას არ იხებდა, მაგრამ გრძნობდი მის მსგავს. შიშის გამხედველობა მეშინია. ვერ გავხედე უკან მიხედვა, მაგრამ გრძნობდი, მიახლოვდებოდა. მესმოდა მისი ნელი და ბიჭების ხმა. ბოლოს რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც იქნა ტყიდან გამოვაღწიე და სოფელში დავბრუნდი. ხალხი ისევ სოფელთან იყო შეკრებილი და ცივი თვალებით მიყურებდნენ. მარია ჩემთან მოვიდა. მას არაფერი უყურებს, მაგრამ ალბათ უნდა დაეთქვა ხამკა გაფრთხილე. იმ ღამეს ძლივს დავიძინე. ის არსება ჯერ კიდევ გონებაში მიტრიალებდა. მეორე დილით სოფელი დავტოვე, კიდევ ერთი თხით დარჩენა ვერ შევძელი. სოფლის მაცხოვრებლებმა არაფერი თქვეს, მაგრამ მან თვალებში აღიარების მზერა დავინახე. გამოიწერეთ და დაალაიქეთ არხი. პირველი სტოვარი. და გადავიწყე. მოსოფლიში დავბრუნდი. სანდრეს არხზე. და საშიში იყო სამყარო. ზოგიერთი ადგილი ჯობია რომ გამოვიდა.
Planting new grass plugs. Reklama Nutrients are daiko, important ხალხო. to help your new grass thrive. დაახლოებით 13-14 ახლა წლის მეორე ვიქნებოდი. ნაწილი ესე ჩაიგდო. ზუსტად ასაკი არ მახსოვს. ახალი გადასული ვიყავი ახალ სახლში და საკმაოდ კარგი სახლი იყო. არანაირი მისტიკური კვალი ან რაიმე მსგავსი. უბრალოდ ერთი რამ იყო, რომ სახლის საკურთხეველი იყო. რადგან ეს სახლი რო იყიდეს პატრონად ამ თავი მოიკლა. საკურთხეველი ის არის რაღაცები ცხოვრობენ პატარა ის მაგალითად. ვერთობოდი, ყოველდღე გავიცანი ადამიანები. ბევრს ახალის რამეს ვაკეთებდი, ჩემს მეგობრებთან ერთად. და რაც უფრო დიდი ხანი გადიოდა, სახლში არაფერი ხდებოდა. გულის ხმოვუცნაურს. ერთ დღეს, როცა მეგობრებთან გადასული ვიყავ, ერთ-ერთმა მეგობარმა სისხლიანი მერი ახსენა. მე მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი ჩემი თუ თქმა იგი იყო ეს შემოვიდა და სისხლიანი მერი. გაგუხეთკა გული. როცა ეს დისკუსია წავიდა, თუ რა იყო ეს სისხლიანი მერი, ვინც იცოდა ყველაფრის მე შესახებ. თქვი ის ცხარი ჭამია ბუარა. ეს იყო ქალი, სახელად მერი. ლამაზი გოგონა, რომელსაც ჰყავდა მუქი მამა. ეს არის ჯორჯ სამერი როინელის. სრულწლოვანი გახდა. სახით დაინახა. მსგავსი მამას. გონიას არის მაგი. დედამისი გარდაცვლილი იყო. ერთ ღამეს, როდესაც მამამისი მთვრალი იყო, მერის ოთახში დაუკითხავად შევიდა და სერიოზული ზიანი მიაყენა. მერიმ გამოიღვიძა და აგონიაში ჩავარდა. ცდილობდა მამამისი მოეშორებინა, მაგრამ ვერ გააჩერა. საწლების სისხლით გაიჟღინთა და გარშემო ადამიანის სხეულის ნაკლატები მიმოიფანტა. როცა მოკლა მამამისი ესე მიხვდა, ადამიანი. რომ ქალიშვილი მოკლა, სარდაფში ჩაათრია და სხეული გათხრილ ორმოში ჩააგდო. ორი ღამის შემდეგ, როცა დაბრუნდა, მან აღმოაჩინა, რომ მერი სამზარეულოში იყო. თავი გონია მხარზე ის არის, რაც არის. ეგრევე თუ როგორ დაიწყო, ეგრევე გავუხო. ხალხო როგორი მოხდე? და იქითოდა. გაზეთის კითხვის არაფერი არ ყოფდა. გამისკდა გული. ის ხავდა სერილი და დასისხლიანებული იყო. ეს რა არის სისხლამისი პირიდან შადრეულივით გადმოასა. ხალხო მედი ამ ვიდეოს მოიწონე და გაალაიქე. სულზე როგორი გამისკდა. როდესაც მეზობელი შესამოწმებლად წავიდა, საშინელი სურათი ვაი მე როგორი გამისკდება თქვენ არის მერე. ხალხო დაალაიქეთ გამოიწერეთ არხით მოგწონთ საშიშები და კიდე დავდეთ. და კიდე დავდებთ ხოლმე დაწერთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა და თუ მოგწონთ კიდე დავდებთ. ყველა ეს ამბავი მოხდა კახეთის ხო რეგიონში. ჩვენი ხუთი გამიწეში ვიყავ. მეც ცნობილია თავისი ვენახებით და მონასტრებით, შეიძლება ჩაუდგა. მაგრამ ასევე წარსულის პოპულარული მრეწველების ადგილია. ტერიტორია სავსეა დანგრეული ნანგრევებით და ძველი ტრადიციების ნაშთებით, მაგრამ ის, რაზეც ადგილობრივები ხშირად არ საუბრობენ, არის შემზარავი ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია დღესთან, რომელიც ტერიტორიას აკრავს. ისტორიები ასახავს უცნაურად გაუჩინარებულ ადამიანებს და უცნაურ მეგობრებო, ამ ტყეში გავიზდით თქვენ? ამ სახლში? სოფლის დასათვალიერებლად ხშირად შემოქმედებს დავდივარ. ის მამა ჩემო რაღაც თბილისელმა დებილია. მეგობარმა ლიკა გონია ის იყო რაღაცა. გაიზარდა. ხო. შემოთავაზა, რომ ის სოფელში სიღნაღში ჩავსულიყავით და იქაურობა დაგვიტვალიერებია. სიღნარი. მან ასევე უთხრა, შენი რომ მოკლა მხარეში თავისი. სიღნარი. რომელსაც უცნაურ ისტორიებს ისმენდა. სიღნარი. დაგუწერთ კომენტარში. მე მომწონს სიღნარი რა არის დაწერეთ. მაგრამ ალბათ რაღაც არის. სიღნარი ნამდვილად აწუხებს. სიღნარი. ადგილობრივები დღეში იშვიათად შედიან. ღამით კი უფრო ნაკლები გამოდიან. არა. ბუნებრივია. სიღნაღანი. თან მე ყოველთვის ვეძებდი ლეგენდებს და მითებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებსაც ადგილობრივები ერიდებიან. სოფელში მეტალიკა საღამოსკენ მივედით. სასქელი იყო და წვიმა მოსალოდნელი. გარედან ეკლესიის ზარები ირეკებოდა.
სოფელი საკმაოდ წყნარი მომეჩვენა. ახლა იცით ხა. მე დალიკა მონასტერს ვესტუმრეთ და მე ბუთვის სპორტსებზე სიარული დავიწყეთ. სიარულისას სანაცრისფერი ხდებოდა, კარი ძლიერდებოდა და ხეები ქანაობდა. დემი გაიწე. ჩვენ ვიწრობილის გავყევთ, რომელიც ტყეს ხვეთდა და ტყეში უფრო ხმად შეყავდი. ხეები უძველესი იყო და ტყე დუმდა, თითქოს და სუნთქოს იკავებდა. თავიდან ამაზე ბევრი ფიქრი არ დამიწყია, მაგრამ შემდეგ ლიკას ქცევა შეიცვალა. აუ ახლა რაღაც შემოვადა გული გამისკდები მაგრამ. ირგვლივ მიუხედა, თითქოს და რაღაც შეამჩნია. ხვარი რაღაცა ჭამია არის ისე იქზე რა. აქ. რო ჩავდეთ. თქვა აქაურობა ძალიან არ მომწონს. ნახავთ თქვენს. გამეცინა, ხვარი ჭამია რას რა გულისხმობ? ისიც არ უბრალოდ ტყეა. ცოტა შევზარავე, მაგრამ საინტერესო. 5 წუთი ვიარეთ. და ლიკამ რაღაც თქვა. გიოსთან ძალიან აი მეგობრებო ბებია მომხილდა. იუთუბერია ტყეში ძალიან შორს არ შეხვიდეო. ჩვენ გასაუთრებით ძვირ ჩასთან. ამ ჯას ხალხის წაყვანის ზალა აქვს. შეჭო დაბრუნდა და ჩვენ ვიყავით. ხალხის წაყვანის ანუ გატაცება? მან გაგურებული თვალებით შემომხედა. არა, გატაცება არა. უბრალოდ გაუჩინარება. ჩვენ ვაგრძელებდით სიარულს, მაგრამ შემომჩნია, რომ რაც უფრო შორს მივდიოდით, ტყეში ჰაერი მით უფრო მძიმე ხდებოდა. ისაც მივყვებოდით. შემდეგ გავიგე უცნაური და სუსტი ხმა. ის ტყის სიღრმიდან მოდიოდა. თავიდან ქარი მეკონა, მაგრამ ხმის უფრო გამისკდება ახლა. გესვის ეს? მითხე ლიკას. ლიკა მაშინ ვერ მიპასუხა, მაგრამ დავინახე, როგორ გაუფერულდა სახე. ჩემსკენ შემობრუნდა და ჩუმად მითხრა. აქაურობა უნდა მეგობრებო ძალიან ცუდია ახლა რა არის? თუ სუსტი გული გაქვთ მოუყოლეთ ეს დასაწყისში თავდებათ იმას ვიყვებოდი. ახლა გეტყვით ძლიერედის მოდა. ჯერ არა. მალე დაჩვენდება რა მაგრამ ყველაზე უცნაური ხმა არ ყოფილა. ვიდეო არ ეს დაგიფუსე გულწრფობა, არ რომელიც მას დაგიფუსე მოყვებოდა. არ დავაპოვოთ არც ერთ ხე რადგან ბოლომდე გეყურებიათ ორივე სწრაფად დავდიოდით ტყეში, როცა შემდეგ უეცრად ტყეში ხმა შეწყდა და ზუსტად მაშინ დავინახეთ ჩვენს წინ ჭა. ხალხო ჭა უძველესი იყო. ოპა და ხავსით ახლა კიდან ოიჭუნეთ რაღაცა უნდა ამოწოს ხო მე პირველად ვუყურებ ჩვენ. ამასობაში ჰაერი გაცივდა ჭიდა და რაღაცა და ამოხთავდა ჩკალებდა. ამოხო. აქ ხდება ეს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები იკარგებიან. ჭაში ჩავიხედე. შიგნით არაფერი იყო. მხოლოდ სიბნელე. ლიკა, შენ მეუბნები, რომ აქ ხალხი ქრება? თავინელად ამიქნია. არა მხოლოდ ხალხი, ზოგჯერ ცხოველებიც, ზოგი უკან ბრუნდება, მაგრამ სრულიად შეცვლილი. როცა უნდა მეთქვა, რომ წავსულიყავით, უეცრად ხმა გავიგე, ჩვენს უკან. თავიდან მეგონა, რომ ტყის ცხოველი იყო, მაგრამ ხმა ურივიდაოდ ადამიანის იყო. შემდეგ ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა, მაგრამ როცა შევუბრუნდი, იქ არავინ იყო. ბუჩკი. მან პასუხის ნაცვლად ხელში მომკიდა და წამიყვანა. ტყიდან გამოვარდით, ხმები აღარ ისმოდა და უკან არავინ მომყვებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როგორც იქნა ტყიდან გამოვედით, ახლა ადგილი ჩვეულებრივი იყო. ჰაერი წყობს უკიჩამდა. იმ ღამეს პატარა საოჯახო სასტუმროში დავრჩით. ძალიან ლიკა რაც მოხდა იმაზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ მომჩნევდი, რომ ცოტა შეცვლილი იყო. ხოლო შემდეგ თქვა, ტყე არ ივიწყებს და ჩვენ უნდა დაივიწყო. ხალხო როგორც ხედავ იქ აღარასდროს დავთავრდა და თუ მოგწონთ დალაიქეთ ისევე ის იყო მცხვარი ჭამია იმის